რჩევა, რომლის მოსმენაც გჭირდებათ. თუ გგონიათ, რომ გამარჯვების ფასი ძალიან მაღალია, დაელოდეთ სანამ მარცხისთვის სინანულის საფასურს გადაიხდით. სინანულის საფასურს თაობები იხდიან. როცა ვერ აკონტროლებ რაც შენს თავს ხდება, აკონტროლებ შენს საპასუხო რეაქციას, ამაშია შენი ძალა. სიმამაცე არ არის შიშის არარსებობა. სიმამაცე არის როცა შიშს გრძნობ, მაგრამ მაინც წინ მიდიხარ. ყველაზე უკეთესი მაშინ არ ხარ, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი შეგიძლია. ყველაზე უკეთესი მაშინ ხარ, როცა დისციპლინა გაქვს. ყველაზე უკეთესი მაშინ ხარ, როცა საზღვრები გაქვს. არა, მაგას არ ვაკეთებ, ამას არ ვსვამ. ამ ადამიანებთან ერთად იქ არ წავალ, ფოკუსირებული ვარ. როცა გადახტომის გეშინია, ზუსტად მაშინ ხდები. სხვა შემთხვევაში მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე დარჩები. რა მოხდება თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, თუ ჩვენს მიზანს დავიბრუნებთ? თქვენი არავის ჯერა. თქვენ დამარცხდით ისევ და ისევ. სინათლე ჩაქრა, მაგრამ მაინც თქვენი ოცნებისკენ იხედებით, ყოველდღე მასზე ფიქრობთ და თქვენს თავს ეუბნებით, არაფერი დამთავრდება, სანამ არ გავიმარჯვებ. მაგრამ გახსოვდეთ, ოცნებები მიზნების გარეშე უბრალოდ ოცნებებია. არასდროს არავის შევხვედრი ვარ, ვინც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე წარმოუდგენლად წარმატებული ისე გახდა, რომ მანამდე არ დაიტანჯა, არ იშრომა და მსხვერპლი არ გაიღო, ვინც ფოკუსირებული არ იყო, ვინც არ იბრძოლა, სწრემლი არ ღვარა, არ ეცადა, არ გარისკა. და თუ ოცნება გაქვთ და მისი ერთგული ხართ, მაშინ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.